მოგესალმებით, ჩვენთვის დღეს ძალიან ნათელი და ცხადია და გასაგებია, რომ დავით ნარმანი არის თავის მართლების რეჟიმში. მან ან უნდა დაადასტურა და ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოსთხოვა ვალდებულებების შესრულება, რომელთაც ის ვალდებული იყო მოთხოვნისთანავე, მერის მოთხოვნისთანავე დაეთმო თბილისელებისთვის იმ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ესტაკადას უნდა გაევლო და უფრო მეტიც ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეხარჯა 500,000 ლარი, ან დავით ნარმანიას უნდა ეთქვა ტყუილები, თითქოს იქ ხეები იჭრებოდა, თითქოს იქ სხვა სახის პრობლემები იყო და თავზე ნაცარი დაეყარა. დავით ნარმანიამ როგორც ყოველთვის ეს უკანასკნელი ამჯობინა და დაიწყო ტყუილების თქმა, რომ იქ იყო ხეები გადასარღვეველი, მოსაჭრელი და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არის დიდი ტყუილი, ეს პროექტი არსებობდა 2015 წლიდან, 2015 წელს სწორედ მერიამ დაუკვეთა აღნიშნული პროექტის მომზადება. 2 წლით ადრე იცოდა დავით ნარმანი ამ პროექტის არსებობის შესახებ. გასულ წელს 2016 წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ ამ პროექტის საფუძველზე გამოაცხადა ტენდერი. 2016 წლის 30 მაისს თბილისის მერიამ დადო ხელშეკრულება შპს ზიმოსთან და ეს ის კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის 100-წლოვანი ხეების გადარგვა გადმორგვით არის დაკავებული. მას ივნისის თვეში ჩაურიცხა $1 მილიონ ლარზე მეტი ავანსის სახით და 2016 წლის სექტემბერში მან ეს პროექტი გააჩერა და ეს არის დოკუმენტალურად დადასტურებული ერთადერთი მიზეზით, რომ აღმოჩნდა ახალი გარემოებაო, თითქოს რომ ეს მიწები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას და შესაბამისად მიმდინარეობს მიწების გადმოცემა და მანამ სანამ ამ მიწების გადმოცემის ეტაპი არ დასრულდება, სამუშაოებს ვერ გავაგრძელებთო და შესაბამისად 2019 წლის 31 დეკემბრამდე გააგრძელეს აღნიშნული კონტრაქტი. ანუ ტყუილების მთელ კასკადთან აქვს ჩვენ საქმე. პირველი, თუ ეს პროექტი თბილისის მერიამ არ მოიწონა 2015 წელს და ხეები იყო მოსაჭრელი და ამის გამო შეაჩერეს, მაშინ კითხვა ძალიან ლოგიკური, რატომ გამოაცხადა თბილისის მერიამ ამ პროექტის მიხედვით 2016 წელს ტენდერი. თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა თბილისის მერიამ კონტრაქტორ კომპანიას შპს ზიმოს 1 მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ამ კომპანიას აქვს და თავისი პირადი მიზნებით იყენებს, მათ შორის შესაძლოა იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა გადმორგვისთვის. მაშინ სექტემბრის თვეში, გასული წლის სექტემბრის თვეში, რატომ არ მიუთითა მიზეზად, რომ ამ პროექტს აჩერებდა ხეების მოჭრისა თუ არ მოჭრის გამო და არ მიუთითა მიზეზად, მიუთითა მიზეზად მხოლოდ ის, რომ პროექტს აჩერებდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ჰქონდა ეს მიწები და შესაბამისად მიმდინარეობდა გადმოცემაზე მოლაპარაკებები. ანუ ძალიან მარტივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაქტია, რომ თბილისის მერიამ დავით ნარმანიამ ვერ შეძლო თბილისელების ინტერესების დაცვა, ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილისთვის გაებედა და მოეთხოვა იმ მიწების გადმოცემა და 9 მილიონის დახარჯვა თბილისელების სასარგებლოდ, რომელიც ვალდებულებაც მას აღებული ჰქონდა და სწორედ ამიტომ ეხლა იძახიან ტყუილებს, რომ თითქოს და იქ ხეების მოჭრაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ დავით ნარმანია სამწუხაროდ არის არა თბილისელების მერი, არამედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი და როდესაც ის ფარისევლობს და გვეუბნება, რომ თურმე გზის გასაყვანად ხეებს ვერ მოჭრიდა, უფრო მეტი არათუ მოჭრაზე იყო ლაპარაკი, გადარგვაზე და 60 ციხვით დამატებით დარგვაზე. და ამ დროს ბიძინა ივანიშვილის ნაკვეთამდე მიწის მისაყვანად ჯერ ერთხელ მოჭრა 500, მათ შორის 9 საუკუნოვანი და 100-წლოვანი ხეები და მერე მეორედ გზარუმ შეცვალა და კიდევ 700 ხე. ეს არის ფარისევლობა, თბილისელების თვალეში ნაცრის შეყრა და სხვა არაფერი.